დიახ, მას შემდეგ რაც მამუკა მდინარაძე ძალოვან უწყებებს ჩამოაშორეს, ოპოზიციურ პარტიებში აქვთ ასეთი შთაბეჭდილება განცდა, რომ სამომავლოდ მთავარი დავალება, რასაც ირაკლი კობახიძე მიიღებს ბიძინა ივანიშვილისგან, არის მამუკა მდინარაძის კადრებისგან გაწმენდა ძალოვანი უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, ფინანსური პოლიციის, ანუ იმ უწყებების, რომელთა კოორდინაციაც იყო მამუკა მდინარაძის დავალება სახელმწიფო მინისტრის პოსტზე და შესაბამისად ამ უწყებებში მოსალოდნელია, რომ ახლა მოხდება როტაცია, საკადრო ცვლილებები და ყველა ის პირი, რომელთანაც ჰქონდა კონტაქტი მამუკა მდინარაძეს და ვინც ითვლებოდა სწორედ მის კადრად ამ უწყებებში, დაემშვიდობება თანამდებობას, მოსალოდნელია, რომ ეს მოხდება უახლოეს პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამთავრობო ცვლილებები ოფიციალურ სახეს მიიღებს და მას ექნება უკვე კანონის ძალაც. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მამუკა მდინარაძის მიმართ ნდობა აღარ აქვს ბიძინა ივანიშვილს, იმის გამო, რომ სავარაუდოდ მამუკა მდინარაძემ უფრო მეტი ძალაუფლება იგრძნო, ვიდრე მას ევალებოდა ამ პოსტზე დანიშვნის შემდეგ და შესაბამისად მოსალოდნელია, რომ მდინარაძესთან ერთად თანამდებობებს სხვა პირებიც დაემშვიდობებიან, მოსალოდნელია, რომ ეს მოხდება უახლოეს პერიოდში. უნდობლობაც იქნება, კორუფციაც იქნება, ჩამოქვეითებაც იქნება და სანაგვეზე მოსროლაც როგორც გაუკეთეს ეს კულტურის მინისტრს, მდინარაძეს თუ სხვა 1000 და მრავალს. ეს ქაოსი გაგრძელდება, იმიტომ რომ ისინი ანგრევენ ქვეყანას და მხოლოდ ივანიშვილის ხუშტურებს ემსახურებენ და როგორც ივანიშვილი გადაწყვეტს, ასევე მოისურვიან მათაც სანაგვეზე ხელისუფლების მართვის პროცესში. ივანიშვილი დგას ქაოსზე და ეს ქაოსი გაგრძელდება აუცილებლად, მათ შორის გამოხატული იქნება სხვადასხვა საკადრო ცვლილებებში და პოლიტიკური სანაგვე ივანიშვილის მხრიდან შეივსება სხვა პოლიტიკური ლიდერებით, მინისტრებით და სახეებით. ივანიშვილის შიშები არის ის, რომ არავის არ ჰქონდეს ტოტალური ძალაუფლება განსაკუთრებულად ძალოვან უწყებებზე, რაც შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რატომ მოისროლა პოლიტიკური თანამდებობიდან მამუკა მდინარაძე. ლოგიკური დასასრული იყო მდინარაძესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პრაქტიკულად გამოიშიგნა მისი დანიშნული კადრები, ბევრი წავიდა, კარუსელი დატრიალდა, მოადგილეები შეიცვალა და ძირითადად ეს იყო პირადი კადრები, ეგრეთ წოდებული ლიჩნიკები ბიძინა ივანიშვილის. ეს გასაგებია, რასაც ნიშნავს, მანიშნებელია, რომ უნდობლობა კონკრეტულად დამნიშნავის მიმართ, ანუ მდინარაძის და ამ შემთხვევაში კობახიძის მიმართაც და საკუთარი კადრებით ამაგრებს ისთვის, რომ რთული ვითარებაა და პერსონალურად მას შეიძლება ემუქრებოდეს რაიმე ტიპის საფრთხე, როგორც ეს უკავშირდება საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, მაშინ იღებს ამგვარ გადაწყვეტილებებს. მაგრამ არც მდინარაძეა შემთხვევითი მსხვერპლი მისი გადაწყვეტილებების, მდინარაძის მიმართ უნდობლობა დიდი ხანია არსებობს, ეს ჩანს, არ ვმკითხავ და ეხლა საბოლოოდ რა გახდა საბაბი, ამას ვნახავთ. ეჭვბაქ რო დაჭერები გველოდება. ოღონდ ჩემთვის ეს არც არ ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ ცუდებმა დაიჭირეს ცუდებს შორის სუსტები. საბოლოო ჯამში ეს ყოველთვის მთავრდება ბოლომდე გაშვებით და არა მხოლოდ სახლში გაშვებით. ვფიქრობ, რომ ეს გამორიცხული არ არის, უფრო მეტიც სავსებით შესაძლებელია. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, არ არის კმაყოფილი მისი გადმოსახედიდან, თქვათ, რაც ხდება ამ სტრუქტურებში და ამ ინსტიტუტებში, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის რომელიც დაიწყო და უშუალოდ ახლა ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და არც საქართველოს მოქალაქეებისთვის ნამდვილად არ აქვს, შესაძლებელია გაგრძელდეს. ან უფრო მძიმედ დამთავრდეს მათთვის, როგორც ეს დამთავრდა ლილუაშვილისთვის. ფაქტია, სასაცილოა, ჩემთვის მაგალითად მდინარაძის თანამდებობებზე რაღაცნაირად ტარება და კობახიძის დამსაქმებელ ბიუროდ გადაკეთება მდინარაძისთვის ეს არის აბსურდის კიდევ ერთი გამოვლინება. ოპოზიციისთვის საგულისხმო არის კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ამ თვის დასაწყისში მოხდა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროში და შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოადგილედ დაინიშნა ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რაც იმაზე მიანიშნებდა ოპოზიციურ პარტიებს, რომ ივანიშვილს ძალოვან სტრუქტურებში სჭირდება პირი, რომლის მიმართაც აქვს სრული ნდობა, რა ნდობაც მას მამუკა მდინარაძის მიმართ არ ჰქონდა, არ აღმოაჩნდა და შესაბამისად მოხდა მისი ჩამოშორება ძალოვანი სტრუქტურებიდან, მოსალოდნელია, რომ საკადრო გადაადგილებები ამით არ დასრულდება.